დილამშვიდობის მორიგი რუბრიკის როა ქართულ დილაში როგორც დაგპირდი ჩემოგვიერთა სპეციალური კორესპონდენტი სალომე ფარცვანია საინტერესო სტუმრით საინტერესო თემით რაღაც მანქანის ეფექტებიანი ფონი მინდოდა მაგრამ არ გამომივიდა და რატომ ამაზე სალომე დილამშვიდობის მოგესალმებით მე მინდოდა სხვათა შორის რომ შარშანდელი ღონისძიებიდან კადრები გვეჩვენებინა ჩვენი ვებგვერდის მომხმარებლებისთვის მაგრამ სამწუხაროდ დღეს ვერ მოხერხდა ეს მაგრამ ვებგვერდზე აუცილებლად შემოგთავაზებთ მოკლედ ჯერ თავიდან მოვყვები ასე რა ვთქვა სამეგრელოს ზემოსვანეთის გუბერნატორის ინიციატივით 30-31 ივლისს ზუგდიდში ინგირის აეროპორტის ტერიტორიაზე გაიმართება ავტომოტო მოყვარულთა შეჯიბრი და სწორედ ამ თემაზე სასაუბროთ რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ბატონი დავით კოდუა მოვიწვიეთ სტუდიაში მოგესალმებით დავით ამავე დროს ამ კლუბის დამფუძნებელი ვარ კი ბატონო კიდევ უკეთესი მოკლედ ამ თემაზე ნებისმიერი ინფორმაცია ალბათ საინტერესო იქნება ჩვენი მსმენელისთვისაც პირველ რიგში მინდა გითხოთ რით განსხვავდება წლევანდელი ეს ივენთი შარშანდელისგან და მე ვფიქრობ უფრო მასშტაბური იქნება, მაგრამ თქვენ მოგვიყევით. მოგესალმებით, მივესალმები თქვენ მსმენელს, მივესალმები ყველა ავტომოყვარულს, ყველა პროფესიონალ დრაგიორს და დრიფტიორს და ყველა იმ ადამიანს, ვინც აპირებს გვეწვიოს და ეზიაროს იმ მართლას აუცრებას, რასაც ჩვენ ჩავატარებთ 30-31-ში. მოკლედ, მინდა გითხრათ, რომ მსგავსი ღონისძიება არ ჩატარებულა ჩვენს რეგიონში, შარშან ჩავატარეთ, კი ბატონო, მაგრამ არ იყო იმდენად მასშტაბური, ვინაიდან ჩვენ ვიყავით ახალი კლუბი, ახალი დაფუძნებული კლუბი და ჩვენთვის იყო პირველი ღონისძიება და ჩვენ მივიღეთ, რა თქმა უნდა, გამოცდილებიც ვიყავით გუნდში. ამავე დროს და შევქმნით ფაქტურად კარგი გამართული კოალიციური მენეჯმენტი და ჩვენ ჩავატარეთ შარშანდელი ღონისძიება, ყველას კარგად გვახსოვს, რამდენად ეფექტური იყო, რამდენად ხალხმრავალი იყო და რამდენად პროფესიონალურად იყო ჩატარებული. წლევანდელი განსხვავდება იმით, რომ წელს გაცილებით მასშტაბური იქნება, იმიტომ რომ ჩვენ წელს გავერთიანდით სამი კლუბი, ჩვენი კლუბი დასავლელი მბოლელები, BMW-ს კლუბი, ესე ეძახიან BMW Club Georgia და მიაფორსი. ამავე დროს გვიერდებიან სხვადასხვა კლუბები, საქართველოში არსებული კლუბები და საკმაოდ საინტერესო გამოდის. იმიტომ რომ ჩვენ ამ გაერთიანებით ვიღებთ უფრო მეტ პროფესიონალის, უფრო მეტ სანახაობრივად გამართულ ღონისძიებას და 30-ში ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ გვექნება ის სტარტი, რომელიც იქნება ჩვენი რეგიონის არა მარტო კლუბისთვის, არამედ ჩვენი რეგიონისთვის საინტერესო. ჩვენი რეგიონისთვის იმიტომ ვიძახი, რომ ეს მიმართულება, ეს ფაქტიურად ტურისტული მიმართულებაა, რომელსაც ჩვენ ვაფუძნებთ რეგიონში, რომელიც არის რეგიონში ნამდვილად ნოვაცია და ფეხს ვიდგამთ, რა თქმა უნდა და ჩვენ მომავალში გვაქვს ძალიან დიდი გეგმები. ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ რეგიონში გქონდეს ერთი კარგი ავტოდრომი, ეს არის ჩვენი ოცნება და ჩვენ ამას მივაღწევთ. კატეგორიებზე აინტერესებს. კატეგორიებზე რაც შეეხება, ჩვენ გვაქვს ავტოში 5 კატეგორია და მოტოში 3 კატეგორია. ჯამში 8 კატეგორია გვექნება, ავტოდრაგი ჩვენ გვექნება 30 ივლისს და 31 ივლისს ჩვენ გვექნება მოტოდრაგი. სად მოხდება რეგისტრაცია მსურველების? მსურველების რეგისტრაცია მოხდება, მოკლედ, ღონისძიების ჩატარების ადგილი არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ინგირის აეროპორტი, ყველა მიცით, სადაც არის შედარებით კარგი ინფრასტრუქტურა მსგავსი ღონისძიების გასამართად, ჩვენ გვაქვს კარგი ტრასა, ჩვენ გვაქვს კარგი შოუს დადგმის საშუალებები და ამავე დროს გვაქვს კარგი გარემო შესაბამისად. რამდენად უსაფრთხო? უსაფრთხოების კუთხით მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად არის ყველა ნორმას ვაკმაყოფილებთ, ვინაიდან ჩვენ გვაქვს ლიცენზია, ჩვენ გვაქვს ლიცენზია და თან ამავე დროს მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთან ერთობლივად ვინც უწევს ამ ღონისძიებას, ორგანიზებას, ყველას ლიცენზიები აქვთ და ფიქრობ, რომ ამ კუთხით ჩვენ პრობლემები არ გვექნება. კვალიფიციური კადრები რომლებიც მართავენ ამ ღონისძიებას, ამას ემატება დრიფტისა და დრაგის ფედერაცია, ამას ემატება კვალიფიციური მსაჯები და ამას ემატება საპატრულო პოლიცია, სახანძრო, სასწრაფო დახმარება და სხვა საჭირო ყველა უსაფრთხოების სამსახურები. საინტერესოა ისიც, რომ კარვების ქალაქზე მიდის საუბარი, იქნება კარვების ქალაქი, მინდა გითხრათ, ჩვენ შევისწავლეთ მოთხოვნა, განსაკუთრებით მოთხოვნა აქვთ მოტო დრაგიორებს, ვინაიდან ჩამოდიან სხვადასხვა რეგიონებიდან, ანუ შორი მანძილიდან და ამიტომ მათ ისინი ყოველთვის ითხოვენ კარვებს და მათთვის ჩვენ გავაკეთეთ სიმბოლურად რამოდენიმე ათეული კარავი.
მინდა გითხრათ. საინტერესო ასევე, რა თქმა უნდა, ყველაზე უფრო საინტერესო არის საპრიზო ფონდი და რა კატეგორიაში რა პრიზებს მიიღებენ. დიახ. მონაწილეები. კვების ბლოკზე მკითხეთ, კვების ბლოკი უზრუნველყოფილი იქნება და ამიტომ ამ კუთხით პრობლემა არ იქნება, ადგილზე ტერიტორიაზე იქნება განთავსებული რამოდენიმე სწრაფი კვების ობიექტი და მანდ ექნებათ საშუალება, რა თქმა უნდა, მიიღონ საკვები, ასე რომ ვთქვათ. რაც შეეხება პრიზებს, პრიზების საკმაოდ საინტერესო გვაქვს. ყოველ წელს ვიზრდებით, როგორც თავიდანვე აღნიშნე, ყოველ წელს ვაუმჯობესებთ ჩვენს პრიზებს და მსგავსი პრიზები ჩვენ შესწავლილი გაქვს საქართველოს ბაზარი და სხვა რეგიონებში, სადაც ტარდება, ჩვენ გაცილებით მეტი გვაქვს, ვიდრე სხვაგან ტარდება ამ კუთხით. მინდა გითხრათ და ამიტომ ძალიან ბევრი დაინტერესებული ყავს, რომელიც გვიკავშირდება აი n რაოდენობით. მსურველი. პრიზები პირველი ადგილი ავტორში გვაქვს 600 ლარი, მეორე ადგილზე 400 ლარი, მეორე ადგილზე 200 ლარი. ამას ემატება საწვავი, რა თქმა უნდა 150, 100 და 50, პლუს ამას ემატება ყველაზე საინტერესო GT პერფორმანსისგან, რაც აინტერესებთ ავტომოყვარულებს, ეს არის დინო და პროგრამირება, ანუ ძრავის გაუმჯობესება. ამას ემატება Genfest არის ჩვენი ერთ-ერთი სპონსორი და Genfest-ისგან პირველ ადგილებს 8 კატეგორიაში გადასცემს 1000 ლარიან ბილეთებს და სხვა დანარჩენ საპრიზო ადგილებს გადასცემს 200 ლარიან მულტიპასებს. ეს საკმაოდ საინტერესოა, ვინაიდან ვიცით, რომ სადღაც 15 დღეში 10 აგვისტოს დაიწყება ანაკლი აგუგუნდება და ყველაზე აქ სურვილი რომ მან მოხდეს და განსაკუთრებით ისეთი სასათბურე პირობებით, როგორც არის VIP შემთხვევა, ყველას ექნება საშუალება გამარჯვებულს, რა თქმა უნდა, პირველ ადგილებს 8 კატეგორიას მიიღოს ეს ბილეთები. გიორგი სიკვა ოფიციალურად გადასცემს ამ პრიზს. რაც შეეხება ჩვენი სპონსორები არიან Tegeta Motors-ი, რომელიც კიდევ გეგმავს სხვა სიურპრიზებს, რომელიც არ გვაქვს გამოქვეყნებული, მაგრამ დღეს და ხვალ გამოვაქვეყნებთ. Fisoli, Genfest-ი, GT Performance-ი და Paul Beach-მა უზრუნველყო გარკვეული ნაწილი სტუმრების სასტუმროში განთავსება და ასე შემდეგ და კვების ბლოკების ორგანიზება. რაც შეეხება საინფორმაციო მხარდაჭერისთვის, მინდა გითხრათ დიდი მადლობა ყველას, ვინც მიიღო ამაში მონაწილეობა. მადლობა მინდა უთხრა სახელმწიფო უწყებებს, საპატრულო პოლიციას, პოლიციას, სახანძროს და სასწრაფო დახმარებას, რომელიც გვერდში გვიდგანან და ბოლომდე ჩვენთან იქნებიან ღონისძიების დასრულებამდე. ღონისძიება საინტერესო იქნება, ვინაიდან ჩვენ გვაქვს დადგმები, სხვადასხვა დადგმები პროგრამაში გაწერილი, როგორც BMW-ს კლუბის მხრიდან, ასევე ჩვენი მხრიდან და გვექნება საკმაოდ საინტერესო და სანახაობრივი ღონისძიება. ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, მოვზანდეთ, ნახოთ და ისე ამოვნო ჩვენთან ერთად. დარწმუნებული ვარ ავტომოყვარულებს, განსაკუთრებით პროფესიონალებს და შედარებით ნაკლებად პროფესიონალებს არ ჭირდებათ დაპატიჟება და მოპატიჟება, ვინაიდან ისინი სანთლით ეძებენ მსგავს ღონისძიებებს. მოკლედ მინდა გითხრათ, რომ მთელი საქართველოდან ჩამოდიან. მე არ ვიცი, გუშინ ვეკითხებოდი ჩემს ერთ-ერთ კოლეგას, სად დავატიოთ ეს ხალხი მეთქი, იმდენია მსურველი, რომ ჩვენ შეზღუდულები ვართ დროში, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს 2 დღის განმავლობაში 2 კატეგორიაში უნდა ორ ტიპში უნდა ჩავატაროთ, ეს არის ავტო და მოტო. ეს ღონისძიება აბსოლუტურად ერთ დღეში უნდა მოვიცვათ ავტო. მე მგონია, რომ საკმაოდ თული იქნება, მაგრამ ჩვენ გავუმკლავდებით ამას და ავტომოყვარულები, რა თქმა უნდა, 31-ში ფაქტიურად თავიანთი ადრენალინის რეალიზებას განახორციელებენ და აფრქვევენ ცეცხლებს. მინდა გითხრათ, რომ როგორც თავიდანვე აღნიშნე, ეს მიმართულება რეგიონში არ იყო და ჩვენი მიზანი იყო და ჩვენი ბავშვობის ოცნება რეგიონში შექმნილიყო, ვინაიდან ჩვენ არ გქონდა საშუალება რუსთავში ვემოძრავა და სხვა რეგიონებში, მაგრამ სამეგრელოს ახალგაზრდობას ექნება საშუალება რეგიონში მსგავსი ღონისძიება ტრადიციულად ჩატარდეს და მოვიდეს, მონაწილეობა მიიღოს ამავე დროს, იმიტომ რომ ძალიან ბევრია მსურველი. და რა თქმა უნდა ინფრასტრუქტურა გამართული. მე პირდები რომ უახლოეს პერიოდში სამეგრელოში იქნება შესაბამისი ინფრასტრუქტურა თავისი ტრეკით. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ბატონი დავით კოდუა იყო ჩვენი სტუმარი.
ძალიან ცხელი, სანახაობრივი, სუპერ კარგია ესე რომ ვთქვათ, უიკენდი გველოდება. შემოგვიერთით 27-31-ში ინგირის აეროპორტის ტერიტორიაზე. მადლობა თქვენ სტუმრობისთვის და წარმატებულ დღეს გისურვებთ, ზოგადად წარმატებებს გისურვებთ. დროებით სოფიო დაგამშვიდობები. დაგამშვიდობებით, ძალიან დიდი მადლობა. ესეც საინტერესო სტუმრისთვის, მადლობა რომ გამონახეთ, რომ მოხვედით, საინტერესო თემა და წარმატებები მინდა გისურვოთ. საინტერესო ცხელი, მეტი ადრენალინი და არ ვიცი, ყველაზე ენერგიული შაბათი კვირა გაატარეთ საინტერესოდ.